ეს პროდუქტი ჩამომივიდა X-ის ბოქსის შარმში და მინდა თქვენთან ერთად დავტესტო. საინტერესო ამ პროდუქტში არა აი ეს ჩვეულებრივი ღრუბელია, რომელსაც ახლა დავასვალებ და ვნახავთ რამდენად გაიზრდება მოცულობაში. იმიტომ რომ ღრუბელი ისედაც ყველას გვაქვს გამოყენებული და ზუსტად ვიცით როგორც მუშაობს, არამედ აი ეს ხელსაწყო არის. ნახეთ, კარგად დააკვირდით. აი ესეთი თხელი უცნაური მოსილიკონო, მოღრუბლო, რაღაცა შუაში მატერია და აი ასე გამოიყურება, რომელიც არის სავარაუდოდ კონსილერისთვის. მოდით ახლა ერთად ვნახოთ ეს ორი ხელსაწყო როგორ გადაიყვანს ჩემს ორ საყვარელ პროდუქტს. ჩემთვის შეუცვლელ Tarte Shape Tapes და Elf's Halo Glows. მოცულობაში საკმაოდ გაიზარდა, რაც ეგრევე შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თითქმის წონა არ აქვს და წესით ძალიან კარგი ღრუბელი უნდა იყოს. სხვათა შორის Elf's Halo Glows-ზე ამბობენ, რომ არ არის არაკომედოგენურიო, ანუ გამოდის, რომ არის კომედოგენური, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორებს აცოფსო და კომედონებს წარმოქმნისო. მე მაქვს ძალიან გრძნობიარე კანი და ამ პროდუქტს უკვე დიდი ხანია ვიყენებ და ასეთი არაფერი შემიმჩნევია. დამიწერეთ კომენტარებში თუ თქვენც თვლით, რომ კომედოგენური არის და უფრო მეტ გამოძიებას საჭიროებს ეს პროდუქტი. დავიწყოთ გადაყვანა, ძალიან მსუბუქი ხელით გადავიყვან. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი დიდად დაფარვის ტიპაჟი არ არის და უფრო მეტად განაპირობებს ტექსტურას, ვიდრე დაფარვას და რაღაცა full coverage moments, მაინც სხვა ღრუბლებთან შედარებით, ბევრად უფრო მეტი დაფარვის გახადა ამ ღრუბელმა. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღრუბელზეც, ხელსაწყოზეც არის დამოკიდებული თუ როგორი დაფარვა ექნება პროდუქტს. ეს კარგია. პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, დავიტან თვალის შიგნით ჩემს კორექტორს, როგორც ვნახე, ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა მაკიაჟის სწავლების ვიდეოს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ უფრო ინფორმაციული ვიდეოები ჩავწერო და არა მხოლოდ პროდუქტის განხილვები. დამიწერეთ კომენტარებში თუ მართალი ვარ და თუ უყურებთ. მაგალითად, YouTube-ის არხს თუ უყურებთ, სადაც სიღრმისეულად გასწავლით მაკიაჟის საფუძვლებს. ეხლა ვიღებ საჩვენებელი თითით აი ამ ჩემს ხელსაწყოს და ვიწყებ ჯერ გადაყვანას. ჯერ გადავიყვანოთ აი ეს შუბლის მონაკვეთი, იმიტომ რომ როგორც ვიცით, გადაყვანასთან დაკავშირებით პირველი ადგილი რაც გადაყვავს, ის უფრო ნაკლები დაფარვით გადადის და ბოლო რაც გადაყვავს, ის უფრო მეტი დაფარვით. კი, ნამდვილად დაფარვას აუმჯობესებს კონსილერის, მაგრამ ამატიზირებს, ანუ აგლუვებს ძალიან. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გინდათ რომ გქონდეთ უფრო მბზინავი ეფექტი, ესეთი ხელსაწყო როგორც ხვდები არ გამოგადგებათ. მაგრამ აი ეს როგორც ასეთი გადაყვანის მომენტი აქვს ძალიან კარგი, ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ.